ქალაქის ქვეშ მთელი სამყაროა, რომელსაც ყოველდღიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს შარდის სუნით გაჟღენთილი მეტროპოლისი მხოლოდ პიცის ქურდი ვირთხების სახლი კი არა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მუსიკალური სცენაა. აქ მთელი მსოფლიოდან მოდიან არტისტები. როცა კუთხეში უყევ ან მატარებლიდან გამოდიხარ, არასოდეს იცი როგორი ბგერები შემოგეგებება. ზოგჯერ ეს კლასიკური ვიოლინოა. ზოგჯერ კი ელექტრონული საცეკვაო მუსიკა ვიოლინოზე შესრულებული. საუნდფილდი. მოკლედ ნიუ-იორკში ვართ. ვაპირებთ აქეთ-იქით ვირბინოთ და ინტერვიუები ავიღოთ ქუჩის მუსიკოსებისგან, იგივე ბასკერებისგან, როგორც ამას თავად ეძახიან. აღელვებული ვარ, რადგან ქუჩაში არასოდეს დამიკვირია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელია ფორტეპიანოზე ვუკრავ და სცენაზეც გამოვდივარ. ნახოთ რა მოხდება. იქნებ მოგვიანებით მეც მომეცეს ქუჩაში დაკვრის შანსი. გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მე დიჰუ ვარ და თქვენთვის ერთი სიმღერა მაქვს. ქუჩის წარმოდგენებს, რომელსაც ხშირად ბასკინგს უწოდებენ, სათავე ანტიკურ ხანაში აქვს. როგორც ავტორი პატრიცია კემბელი ამბობს, ქუჩის მუსიკოსები არსებობდნენ მანამ, სანამ საერთოდ ქუჩები გაჩნდებოდა. როცა მატარებლით უმგზავრობ, ან ქალაქში ვსეირნობ, ჩემი სურვილი ყოველთვის ანონიმურობაა. ეს კი პირიქითაა. შენ საკუთარ თავს ყველას აჩვენებ და ვფიქრობ, ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. მატარებელში არის მცირე დაძაბულობა, რაც კარგია გამოსვლისთვის. მაგრამ ეს სულ სხვა შეგრძნებაა. ვფიქრობ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გულწრფელი ენერგია მომაქვს. რამდენი ხანია რაც ამას აკეთებთ? ბოლო 5 წელია ეს ჩემი ძირითადი სამსახურია. ამით უფრო კარგ ფულს ვშოულობ, ვიდრე მიმტანად მუშაობისას. და ნამდვილად უფრო მეც, ვიდრე სხვა ბევრ სამსახურში. სადაც მხოლოდ ფულის გამო ვიყავი. ისედაც ამას ხომ უფასოდ ვაკეთებდი. ნიუ-იორკში მუსიკალური ოცნების სასასრულებლად გადმოვედი, მაგრამ ნახევარ განაკვეთზე ძირად ვმუშაობდი. ბავშვები მიყვარს და ვფიქრობდი, ეს კარგი სამსახურია, რადგან დროს მიტოვებს, რომ საღამოობით მუსიკალურ კლუბებში ვიარო მეთქი. ვხედავდი ქუჩის მუსიკოსებს და ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი მამაცები არიან მეთქი. ვუყურებდი საოცარ მუსიკოსებს და ვფიქრობდი, რა ნიჭიერები და ლაღები არიან. ვნატრობდი, ნეტავ მეც მქონოდა ასეთი გამბედაობა მეთქი. ბოლოს ვთქვი, მოდი ვცდი. მოვიკრიბე ძალა და გავაკეთე. იმაზე მეც გამოვიმუშავებდი ვიდრე ძიძობისას. ამიტომ მას შემდეგ სულ ქუჩაში ვმღერი. ნიუ-იორკში ქუჩის მუსიკოსობასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული სამართლებრივი ისტორია არსებობს. ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქის პოზიცია მუდმივად იცვლებოდა. ხან უშვებდნენ ამას, ხან კი კრძალავდნენ. დიდი დეპრესიის დროს ქუჩის მუსიკოსობა ფულის შოვნის პოპულარულ გზად იქცა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 1936 წელს მერმა ფიორელო ლაგვარდიამ ის კანონგარეში არ გამოაცხადა. მან ქუჩის მუსიკოსებს მათხოვრები უწოდა. ეს აკრძალვა 1970 წლამდე გაგრძელდა, სანამ პოეტმა ალენ გინზბერგმა ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლოში არიდავა და გაიმარჯვა კიდეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქუჩის მუსიკოსობა დაცულია როგორც სიტყვის თავისუფლების ფორმა. ეს ნიშნავს, რომ მისი აკრძალვა იქ, სადაც სიტყვის თავისუფლების სხვა ფორმები ნებადართულია და უშვებელია. თუმცა პოლიცია ხანდახან მუსიკოსებს მაინც აპატიმრებს.
პოლიციელები ზოგჯერ მართლა გამაღიზიანებლები არიან. ლიცენზიაც მაქვს, მაგრამ მაინც მოდიან და მეუბნებიან, ძალიან ხმამაღალიაო. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. თუ არ იყავი სპონსორირებული მუსიკოსი, ანუ თუ არ გქონდა ნიუ-იორკის მუსიკალური თეატრის ნებართვა, მაშინ ყველაფერი ბევრად რთული იყო. In 1985 წელს შეიქმნა პროგრამა სახელწოდებით „მუსიკა ნიუ-იორკის ქვეშ“, რომელიც არტისტებს მეტროში გამოსვლისთვის სპეციალურ ნებართვას აძლევს. ზოგისთვის ეს ნებართვა შესანიშნავია, რადგან პოპულარულ ადგილებში პრიორიტეტს ანიჭებს და სამართალდამცავების განიცავს. შეგიძლიათ გითხრათ რამე მუნის შესახებ? დიახ, მოკლედ, „მუსიკა ნიუ-იორკის ქვეშ“ არის პროგრამა, რომელიც ჩემნაირი და სხვა ნიჭიერი შემსრულებლისთვის შეიქმნა, რათა ლეგალურად დაუყრათ მეტროში და პოლიციასთან პრობლემები არ შეგვექმნას. არსებობს წესები, მაგალითად, სად შეიძლება დაგვრა და მსგავსი რაღაცები. მოსმენები წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მოსმენაზე დაახლოებით 300 ადამიანი მოვიდა და მათგან მხოლოდ 30 აირჩიეს და ამ 30-დან ერთ-ერთი მე ვარ. ამ პროგრამაში მოხვედრა მხოლოდ ყოველწლიური მოსმენითაა შესაძლებელი. მაგალითად, 2018 წელს 300-ზე მეტი მსურველიდან მხოლოდ 28 მიიღეს. ამის გამო ბევრი მუსიკოსი აკრიტიკებს სატრანსპორტო სამმართველოს, რადგან ისინი ფაქტობრივად აკონტროლებენ, ვის შეუძლია და ვის არა მეტროში დაგვრა. მიუნი ალბათ საჭიროა გარკვეულწილად, თუ გინდა რომ კანონი არ დაარღვიო და ხმის გამაძლიერებლები გამოიყენო. თუმცა მე პატარ-პატარა კანონდარღვევებიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუ ამის შანსი მაქვს, რა თქმა უნდა. იქნება ეს ნაწილი ამოჭრათ. არა, პირიქით, ვფიქრობ ეს მაგარია. კარგი ამბავი ის არის, რომ ბოლო წლებში პოლიცია უფრო ლოიალური გახდა ქუჩის მუსიკოსების მიმართ. იმედი ამან უფრო სამართლიანი გარემო შექმნა. ახლა როგორც ლიცენზირებულ არტისტებს, ისე დამოუკიდებელ მუსიკოსებს შეუძლიათ თავიანთი ნიჭი ხალხს გაუზიარონ. არის რაიმე შესამჩნევი განსხვავება იმ დროსთან შედარებით, როცა პირველად დაიწყეთ და ახლანდელ მდგომარეობას შორის? დიახ, რა თქმა უნდა. მერები შეიცვალნენ. ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ შევამჩნიე, რომ პოლიცია მუსიკოსებს ისე აღარ ავიწროებს, როგორც ადრე იყო. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. რა გაძლევთ მოტივაციას, რომ გარეთ გამოხვიდეთ ასეთ ცივ დღეებშიც კი? ეს ჩემთვის სულის საზრდოა. ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის აუცილებელია. მომწონს ქუჩის მუსიკის შედარება სულის საზრდოასთან, რადგან სწორედ მუსიკისადმი ვნებაა ის, რაც ამ არტისტებს კვლავ და კვლავ აიძულებს სცენაზე დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, სირთულეებიც არანაკლებია. რა არის ყველაზე რთული ქუჩაში დაკვრისას? ხანდახან ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც გრინჩებს გვანან. როგორ უმკლავდებით ასეთებს? საერთოდ არ უმკლავდებით. არ უმკლავდებით? ხალხს თითქოს აღარაფერი აინტერესებს. ყველას ყურსასმენები უკეთია. ან აიფონებში იყურებიან. გონია რომ კედლებს ელაპარაკებიან. თუმცა ამ ქალაქში ბევრი ადამიანი მართლაც ელაპარაკება კედლებს. ბევრი კი თავადაა კედელი, რომელსაც უნდა ელაპარაკო. ქუჩის მუსიკოსობაში ყველაზე რთული ნივთების აქ მოტანაა. ამ ყველაფრის თრევა. ნივთების თრევა. ხმა, ელექტროენერგიის არქონა. ხელთათმანებით დაკვრა სავენტილაციო გისოსების ქვეშ, საიდანაც ცივი ჰაერი პირდაპირ შენსგან უპირავს. თანაგრძნობით მოცემული ტიპსი. ერთხელ მღეროდი. ხალხი შეიკრიბა. კარს მიკრავდნენ. ყვებოდნენ სიმღერაში და კალათში ფულს მიყრიდნენ. უცებ ერთმა ადამიანმა მითხრა, საერთოდ რატომ მღერი? მერე კი გააგრძელა. ეს რატომ გიდგას? საშინლად მღერიო. მე რა თქმა უნდა რეაქცია არ მქონია, მაგრამ
რაც უფრო მეტ სისულელეს ამბობდა ის ხალი, ხალხი მით უფრო მეტ ფულს მიყრიდა კალათში. ასე რომ გულში ვინატრე. ნეტავ კიდევ დიდხანს გააგრძელოს ჩემი ლანძღვა მეთქი. ფიქრობ, რომ ქუჩაში დაკვრა ექსპერიმენტებისთვის უნიკალურ სივრცეს ქმნის. როცა კონცერტზე გამოდიხარ, მაყურებელი შენ სანახავად მოდის და სავარაუდოდ წინას არ იცის რას მოისმენს. თუმცა როცა ქუჩის მუსიკოსი ხარ, შენ მათ პირად სივრცეში იჭრები. მათ კი შეუძლიათ ან დაგაიგნორონ, ან გაჩერდნენ და მოგისმინონ. შენ ერთგვარად თავს აყოლ მათ შენს მუსიკას საზოგადოებრივ სივრცეში. ეს დაახლოებით იმას გავს მატრებელში რომ გააფუჭო ჰაერი. შენ ხომ ხალხის სივრცეში იჭრები. ბოდიში რომ თქვენ სამყაროში ჰაერი გავაფუჭე. ჩემი აზრით ეს სასიამოვნო სუნია. მოიცადე რა თქვი? კარგი. როგორ ფიქრობთ, ხალხთან დაკავშირება სად უფრო ადვილია? ქუჩაში თუ სხვა სცენაზე ან დარბაზში? ფიქრობ, რადგან მეტრო გვაძლევს საშუალებას ნებისმიერ ადამიანთან გქონდეს კონტაქტი. ეს უფრო დიდ პლატფორმას გექმნის. შენ გისმენს ყველა. მათ შორის ისინიც, ვისაც კონცერტის ბილეთის ყიდის საშუალება არ აქვს. ქუჩაში სიმღერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან მომღერლობა მინდოდა. მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდი და მეტ მოსმენაზე თუ კონცერტზე გამოვდიოდი, მით უფრო მიმწვავდებოდა სცენის შიში. ისე დამეძაბა მდგომარეობა, რომ სიმღერისგან მიღებულ სიხარულს ვკარგავდი. ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც გაბედული გამეკეთებინა და ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსულიყავი. საუკეთესო აზრი, რაც თავში მომივიდა, მეტროში სიმღერა იყო. მთელი ცხოვრება სცენის შიშს ვებრძვი. მაგრამ ყოველთვის როცა მახსენდება, რომ ეს საქმე მხოლოდ ჩემზე არ არის, რომ მუსიკა მხოლოდ ჩემში კი არ არის, არამედ ჩემს გარეთაა და მსმენელისთვისაა განკუთვნილი. უკეთ ვხდები. კითხვა მაქვს ქუჩაში საჯაროდ კლავიატურაზე დაკვრასთან დაკავშირებით. დღეს მოგვიანებით ჩემს მეგობართან ერთად მეც ვაპირებ ბედის გამოცდას. გაქვთ რაიმე რჩევა ადამიანისთვის, რომელიც ქუჩის მუსიკაში სრულიად ახალბედაა? რა თქმა უნდა. და მათთვის, ვინც საკმაოდ მორცხვია საჯაროდ რაიმეს კეთებისას. რა თქმა უნდა. მე თავად გამოვიარე ეს გზა და სიმართლე გითხრათ, დიდი პროგრესი განვიცადე მას შემდეგ, რაც დავიწყე. მინიმუმ 5 წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ აუდიტორიასთან კონტაქტი აუცილებელია. მაგალითად, ხალხო თუ რაიმე სიმღერის დაკვეთა გსურთ, გთხოვთ დაწეროთ $40 კუპიურაზე. მსგავსი ხუმრობები ხალხს აცინებს. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არ არის. მაგრამ კონტაქტი დიდ განსხვავებას იძლევა. მე ამას ტიპსებშიც ვხედავ. კითხვა მაქვს თქვენს ელექტრონული გადახდის ნიშანთან დაკავშირებით. დიახ. ბევრს თან ნაღდი ფული არ აქვს, არა? დიახ, მართალია. ერთ დღეს შუა გამოსვლისას გოგონა მოვიდა და მკითხა: ვენმო გაქვთ? უპასუხე, არა მეთქი. მან მითხრა, ძალიან მომწონს, რასაც აკეთებ და ფულის დატოვება მინდა, მაგრამ ნაღდი ფული არ მაქვს. ამიტომ კარგი იქნება თუ ვენმოში დარეგისტრირდებიო. ვიფიქრე, რომ ეს ბრწყინვალე იდეა იყო. ჩემს მეგობარ დოტანს სოჰოში მის სამუშაო სივრცეში შევხვდი. მას მთელ მსოფლიოში აქვს დაკრული თავისი პიანინოთი ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებშიც კი. მაგალითად მეტროს ვაგონსა თუ ეიფელის კოშკთან. გამარჯობა, მე დოტანი ვარ. დღეს ჩვენ მეტროში ვაპირებ დაკვრას. ეს ძალიან სახალისოა. შენ ხომ გაგიკეთებია ეს ადრე? დიახ, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა. მეტროთი უბრალოდ მგზავრობდი ხოლმე. მაპატიეთ, ცუდი ინტერვიუერი ვარ. მოკლედ ყველაფერი დავამონტაჟეთ. 20-30 წუთი დავუკრავ და ვნახავთ რა მოხდება. მიზანი კი $5 შონა. $5? კარგი მიზანია. კარგი, დავიწყოთ. ჩვენიერია. ძალიან კარგია.
კარგია. მოგეცეთ ფული. ვინ მოგცემს ფულს? ვფიქრობ, რომ მეტი ენერგია გჭირდება. ნაწილობრივ ალბათ თვალით კონტაქტიც მნიშვნელოვანია. ხალხის ჩართულობის თვალსაზრისით ეს კარგი მგონია. ცოტა უფრო ხმამაღლა უნდა დავუყრათ. რიტმი არ დააგდო. შობას გილოცავთ. კარგია. გმადლობთ. იმ ქუჩის მუსიკოსებმა, რომლებსაც ამ კვირაში შევხვდით, ყველაფერი ძალიან მარტივად წარმოაჩინეს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მხოლოდ $2 ვიშოვეთ. აქ, ნიუ-იორკში, ქუჩის მუსიკოსებმა დიდი გზა გაიარეს. უბრალო მათხოვრობიდან მეტროს განუყოფელ ნაწილად და ქალაქის მუსიკალური კულტურის უმნიშვნელოვანეს წევრებად იქცნენ. ადრე ამას როგორც უსახლკაროების საქმიანობას ისე უყურებდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ნიუ-იორკელი ქუჩის მუსიკოსები მართლაც საოცრები არიან. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ როგორც ქუჩის მუსიკოსი, შენ დადებით ენერგიას აძლევ ყველას, ვისაც შენი ხმა ესმის. ხანდახან შეიძლება ვინმე ძალიან ბნელი ან ნეგატიური მდგომარეობიდანაც კი გამოიყვანო. შეიძლება არავინ დაგიტოვოს ფული. ეს რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მაგრამ შეიძლება ეს იმის ნიშანიც არის, რომ საქმეს არასწორად აკეთებ. თუ ოდესმე უკან მოვიხედავ და ამ წლებს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანად მივიჩნევ, მე ამით კმაყოფილი ვიქნები. ამაზე გული არ დამწყდება. წამყვანი ნაჰრე სოლი, რეჟისორი იოსიფ ლორენცო, პროდიუსერი ადამ გეიგერი. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.